ღმერთო ჩემო, როგორ მომენატრა ამ სიტყვების თქმა. მოგესალმებით, ანიმეს ქვათ, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ბორუტოს შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. მოგეხსენებათ, რომ ბორუტოს ანიმე შესვენებაზე 2023 წლის მარტში გავიდა 293 სერიის, კონკრეტულად კოდის არკის დასრულების შემდეგ. თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდნენ და დღემდე ელოდებიან მის დაბრუნებას, მაგრამ ამაზე ინფორმაციები ძალიან ცოტა იყო ამ მომენტამდე. სტუდია პიეროტის ახალმა ანონსებმა გაუღვიძა ანიმეს და მის თაყვანისმცემლებს იმედები მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით. იაპონიის სამაუწყებლო კორპორაცია, ეგრეთ წოდებული NHK World Japan-ის გადაცემაში, რომელიც აშუქებს სტუდია პიეროტის ანიმაციურ პროცესებს, იქ ჩანს ბორუტოს ანიმეს რეჟისორი მასაიუკი კუდა, რომელიც ამზადებს ილუსტრაციას ბორუტო ორი ლურჯი მორევის ტომისთვის, რომელიც ვი-ჯამპის 2024 წლის აგვისტოს ნომრისთვის იყო განკუთვნილი და ეს ნამუშევარი მას აშკარად გვერდით უდევს. ეს არის ბორუტოს ანიმეს რეჟისორის მასაიუკი კუდას ბოლო სურათი, რომელიც მუშაობს ორი ლურჯი მორევის ტომის ყდაზე, რომელიც როგორც უკვე გითხარით, გვერდით უდევს. რას ფიქრობთ აბა, არის ეს იმის ნიშანი, რომ ბორუტოს ანიმე დაბრუნება უკვე ახლოსაა? აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი ვიდეოს კომენტარებში და ვიდეოს დალაიქებას არ დაგავიწყდეთ. კუდა დიდი ხნის თანამშრომელია სტუდია პიეროტის და მისი ანიმე წარმოების გუნდის მთავარი წევრია და მან წვლილი შეიტანა სტუდიის ყველა მთავარ პროექტში. მისმა გამოჩენამ იაპონიის სამაუწყებლო კორპორაციის ვიდეოში და მისმა მჭიდრო კავშირმა ბორუტოსთან გააძლიერა ვარაუდი, რომ ანიმეს დიდი აღორძინება მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სტუდია პიეროტს ჯერ არ დაუანონსებია ბორუტოს ანიმეს დაბრუნების ოფიციალური თარიღი, იაპონიის სამაუწყებლო კორპორაციის ვიდეომ გამოიწვია გულშემატკივართა მხურვალე თეორიები. ბევრი განმარტავს, რომ ეს არის სტუდიის დახვეწილი და შეფუთული სპოილერი, რომელშიც დევს მინიშნება, რომ ახალი ეპიზოდები შეიძლება მალე გამოვიდეს. სტუდია პიეროტმა დაადასტურა, რომ ანიმე იაპონიის 2025 წლის ფესტივალზე დაანონსებს თავის 2025 წლის პროექტებს და ასევე მომავალი წლებისაც, რომელშიც შედის საიუბილეო პროექტებიც. საიუბილეო პროექტებზე ინფორმაციის ანონსი შეიძლება საერთოდ იმას ნიშნავდეს, რომ ნარუტოს საიუბილეო 4 ეპიზოდის გამოსვლის თარიღიც დაანონსონ, რომელიც უკვე არაერთხელ გადადეს. ღონისძიება სამდღიანი იქნება, რომელიც დაგეგმილია 2025 წლის მარტისთვის და ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ შეიძლება ანიმე დაბრუნდეს ახლო მომავალში. სამწუხაროდ ჯერჯერობით მხოლოდ ეს ინფორმაციები გავრცელდა ანიმე ბორუტოსთან დაკავშირებით და მეტი არაფერი. აქამდეც იმიტომ არაფერს ვიძახდი ამ ანიმეს შესახებ და არც ვიდეოებს არ ვწერდი, რომ წარმოდგენა არ მაქვს რა პასუხები გაგცეთ იმასთან დაკავშირებით, რა კითხვებიც თქვენ გაქვთ მის გამოსვლასთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც აქამდე გეუბნებოდით და ახლაც გეტყვით, ის არის, რომ როგორც კი რაიმე სიახლე იქნება ცნობილი ამ ანიმე პროექტთან დაკავშირებით, პირველ რიგში ჩემს მაყურებლებს გაგაგებინებთ აუცილებლად. ამიტომ რომ არ გამოგრჩეთ როგორც ბორუტოზე ახალი სიახლეები, ისე სხვა ანიმეებზე, აუცილებლად მოიწონეთ ჩემი Facebook გვერდი blizzard7k, სადაც ვდებ სხვადასხვა ანიმეებზე ახალ ინფორმაციებს და მათ შორის ანონსებსაც. ანონსებში გადის ის, თუ რომელი ანიმე როდის გამოვა, ან ცნობილია თუ არა ამ ანიმეს გამოსვლის თარიღი, ან როდის დაანონსებენ ზოგადად გამოსვლის თარიღს და მსგავს ინფორმაციებს, ასე რომ არ დაგავიწყდეთ Facebook გვერდის გამოწერა. დალაიქება. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო უკვე დასასრულს მივუახლოვ და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისღლაკი, რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები. ასევე გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგესურვებათ გააზრეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ ზრდა გააგრძელოს. 14000-მდე უკვე ბევრი აღარ გვაკლია, ასე რომ გააზრეთ ვიდეო და გააზრეთ არხის, რომ გამოიწეროს სხვა ანიმე მოყვარულებმა ეს არხი და მალე ავიდეთ 14000 გამომწერზე. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ერთად იყო ბლიზარდი, ყველას მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.